მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ გაშლა, რომელზეც გადავწყვიტე, რომ კონკრეტულ კითხვას არ დავსვამ. ეს გაშლა იქნება ზოგადად ამ ეტაპზე რა მესიჯი აქვს ჩვენთვის სამყაროს. ეს მესიჯი იქნება ან რჩევა, ან გაფრთხილება, ან რაიმე შესაძლოა მოსალოდნელ ფაქტთან, მომავალთან დაკავშირებული გარკვეული ნიუანსი. ყოველ შემთხვევაში ეს იქნება ის, რაც ახლა თქვენ ძალიან გჭირდებათ. მას ასე დავიწყოთ მესიჯი სამყაროსგან, ის რაც ახლა უნდა მოისმინოთ, ის რაც ახლა თავად სამყაროს სურს, რომ თქვენ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უსმენს, იცოდეთ. ვიმუშავებ აბსოლუტურად ექსპრონტად, რომელი დასტაც დამიძახებს სამუშაოდ და ასე შემდეგ და მივყვეთ პროცესს. მესიჯი სამყაროსგან იყოს სამი ვარიანტი. მოდუნდით მე ვგრძნობ, რომ ახლა ადამიანები, რომლებიც მიყურებთ, საკმაოდ შეშფოთებულ, აფორიაქებულ, რაღაცნაირად შეშინებულ მდგომარეობაში ხართ და არის გარკვეული მესიჯები, რომლებიც ახლა სამყაროს სურს, რომ თქვენ გითხრათ. ნახოთ. მესიჯი სამყაროსგან პირველი ვარიანტი, მესიჯი სამყაროსგან მეორე ვარიანტი და მესიჯი სამყაროსგან მესამე ვარიანტი. მოდი დავამატებ იგივე დასტით ქვე მესიჯს, კიდევ რისი თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით სამყაროს. პირველი, მეორე და მესამე. კი ბატონო, იყოს ასე, შემდეგ დავამატებ სხვა დასტებიდან თუ ეს საჭირო გახდება. ახლა ყველანაირი სიგნიფიკაციის გარეშე უბრალოდ დააკვირდით პირველ, მეორე და მესამე ვარიანტს და რომელსაც უფრო მეტად გრძნობთ, მხოლოდ ის აირჩიეთ. თუ არჩევანს ვერ აკეთებთ, რომელიმე ვარიანტს, მაგალითად ორ ვარიანტს ან სამივე ვარიანტს შორის ერთ არჩევანს თუ ვერ აკეთებთ, შეგიძლიათ რამდენიმე ვარიანტიც აირჩიოთ. დავიწყოთ. მესამეს გვერდით გადავდებ, მეორესაც და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. მოგესალმებით პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს, ნახოთ რა მესიჯი აქვს სამყაროს ამ ეტაპზე თქვენთვის. რისი თქმა სურს სამყაროს ახლა? ოპა, კი ბატონო. მესიჯი არის საკმაოდ საინტერესო. ახლა დავამატებ სხვა დასტიდანაც, მესიჯი რა არის უკვე გასაგებია თქვენთვის, თუმცა დამატებითი ინფორმაცია მჭირდება აი ამ მესიჯთან დაკავშირებით. კონკრეტულად ამ დასტიდან ერთი მესიჯი ავიღოთ.
ერთი აი ამ გაშლასთან დაკავშირებით. და მოდი აი ამ დასტიდანაც მხოლოდ ერთი მესიჯი. მხოლოდ ერთი. კი ბატონო, წერანაც იგივე ამოვიდა, ოღონდ სხვა მდგომარეობაში. კარგი. კი ბატონო. ჩემო ძვირფასო, პირველი ვარიანტის წარმომადგენლებო, მე ახლა მაქვს თქვენთვის მესიჯი ასეთი. სამყარო პირდაპირ გეუბნებათ იმას, რომ სამყარომ იცის რამხელა კრახი, ღალატი, იმედგაცრუება და ტკივილი გადაიტანეთ წარსულში სხვა ადამიანებისგან. ზუსტად მაშინ, როდესაც თქვენ ამას საერთოდ არ ელოდით, იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად გამიზნულად ეს არ იყო შემთხვევით, ზურგში დანაჩაგარტყეს, გიღალატეს, ძალიან გატკინეს გული, ძალიან გაწყენინეს და ძალიან დიდ ნაღველსა და დარჩი დაგტოვეს, რომელ ნაღველსა და დარჩიც ახლაც ბრძანდებით და ვერ მოგინელებიათ ეს ყველაფერი. თუმცა სამყარო გეუბნებათ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამ ეტაპზე ხართ მარტო და გრძნობთ, რომ არავინ თქვენ გვერდით არ არის, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება იყოს ვიღაც კარგი მეზობელი, მეგობარი, ადამიანი, რომელმაც შეიძლება გაგიგოთ, დაელაპარაკოთ და ასე შემდეგ, ან უბრალოდ მათ წრეში იყოთ და რაღაცნაირად ეს მარტოობა შეივსოთ, თუმცა საბოლოო ჯამში თქვენ გამომდინარე წარსული დანაკარგებისა, კრახისა, იმედგაცრუებისა და ტკივილისა, როცა რაღაცები დაგეგმილი გქონდათ და ისი არ გამოგივიდათ სხვა ადამიანების ზეგავლენისა და ჩართულობის გამო და ასე შემდეგ, თქვენ ახლა ძალიან დადარდიანებული, დანახულიანებული ბრძანდებით ამ ყველაფრის გამო. თუმცა სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ თუნდაც მთელი არსებით შეიგრძნობდეთ მარტოობას, იცოდეთ, რომ თქვენ ამ ყველაფრის გამკლავების ძალა შეგწევთ. აუცილებლად შეგწევთ და პირდაპირ მესიჯი თქვენთვის ეს არის პენტაკლების რაინდი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ფიქრობთ, ან არ არის ამის დრო, ან საკუთარ თავში და საკუთარ ძალებში ეჭვი გეპარებათ, იმიტომ რომ თითქოს ყველას ვიღაც ყავს და თქვენ ხართ მარტო. მინდა გითხრათ, ჩემო ძვირფასებო, სამყარო პირდაპირ ამას გეუბნებათ, რომ თქვენ არ ხართ მარტო. იმ ყველაფერს, რასაც თქვენ ახლა გრძნობთ, შეიგრძნობთ და განიცდით, მთელი არსებით, აი ამ მარტოობის და მიტოვების შეგრძნებას, ამას მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანი განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე ძალიან ბევრი ადამიანი ვართ საბოლოო ჯამში, დამიჯერეთ ძალიან დიდი პროცენტი განიცდის მარტოობას. ამას ყოველთვის იწვევს უმეტეს შემთხვევაში დიდი და მძიმე ტრავმები, რომლებიც სხვა ადამიანებმა მოგაყენეს და მოვხედავ, რომ ეს ასია. ეს ასია, იმიტომ რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად იცი როგორ უყურებდნენ თქვენს ცხოვრებას. აი, მე ვხედავ ბევრ ადამიანს ერთად, ბევრს, რომლებიც მოჩერებული და მოშტერებული იყვნენ თქვენს საქმეებზე, თქვენს ცხოვრებაზე და უბრალოდ ერთი სული ჰქონდათ ამ ჩასაფრებულ ადამიანებს, რომ ფეხი დაგცდენოდათ, რაღაც შეგშლოდათ თუნდაც, რაღაც მომხდარიყო თქვენს ცხოვრებაში, რომ მაშინვე გეცემოდნენ. ესენი იყვნენ ძალიან შურიანი, ჩაბოღმილი, გაბოროტებული ადამიანები, რომლებიც
მთელი არსებით ელოდებოდნენ ჩემო ძვირფასებო, მთელი არსებით ელოდებოდნენ თქვენს კრახს. მთელი არსებით, რატომ? იმიტომ რომ მაშინ, როდესაც თქვენ ძალიან ძლიერი, ძალიან ამაყი, ძალიან მიზნდასახული ადამიანი იყავით, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერი გამოსდიოდა უმარტივესად, შესაძლოა თქვენ სოციალურ ქსელშიც გიყურებდნენ ხოლმე ეს ადამიანები და აი შურით სკდებოდნენ. შეიძლება არა იმიტომ, რომ თვითონ თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე პირადად მათ იშურდათ, რომ აი მე არ ვარ ასეთი კარგი. შეიძლება ვიღაცა შურდა ის, რომ აი უბრალოდ შეხედეთ დასტის ბოლოში აი ამ ჩასაფრებულ ადამიანებს, რომლებიც ერთი ადამიანის მიმართულებით იყურებიან. შეიძლება ზოგიერთ შურდა იმის, რომ თქვენ იყავით ძალიან წარმატებული, ძალიან აქტიურად ჩანდით თუნდაც სოციალურ ქსელში, ძალიან ასეთი მიზანდასახული ყველაფერი რომ მარტივად გამოგდიოდათ, მარტივად შეგეძლოთ, სულ წარმატებული და გამარჯვებული იყავით და ამ ადამიანებს შურდათ, რომ აი მაგალითად ჩემი შვილი ვერ არის ესეთი, არადა მე ძალიან ბევრი ენერგია და ძალიან ბევრი ფინანსები ჩავდემე ჩემი შვილის განვითარებაში, ხო, მაგალითად. ან შურდათ იმის, რომ მე მაგალითად ჩემი გარკვეული დრო ცხოვრებისა სხვანაირად გავატარე და ის ნახე პატარა ასაკშივე როგორი ჭკვიანია, როგორი მოხერხებულია და როგორ თავიდანვე ზუსტად გრძნობს რა არის სწორი ამ ცხოვრებაში, როგორ სწორად იყენებს ეს ადამიანი თავის ცხოვრებას, როგორ არ კარგავს დროს და საბოლოო ჯამში ეს ადამიანებს არათუ უხაროდათ, არამედ შურდათ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან შურდათ. აი პირდაპირ მნიშვნელობით გულზე სკდებოდნენ ეს ადამიანები და ფიქრობდნენ იმაზე, რომ აი ახლა ამასაკში რომ ეს არის ასეთი ეს რომ არის ახლა ამასაკში ასეთი, წარმოიდგინე ეს რამდენ შეძლებს, რამდენ წარმატებას მიაღწევს და ამის გამო საშინლად ჩაბოღმილნი და ჩასაფრებულნი იყვნენ. დადგათ რო და მომენტი, როდესაც როგორც ყოველთვის ჩვენ ყველა ადამიანის ცხოვრებაში რაღაცა კრიზისები და რაღაც სირთულეები გვაქვს აბსოლუტურად ყველა ადამიანს და დადგა ესეთი პერიოდი თქვენს ცხოვრებაშიც, როდესაც ემოციურად, ფსიქოლოგიურად, შეიძლება ფინანსურად, მოკლედ ძალიან მძიმე პერიოდი დაგიდგათ და ამ ადამიანებმა უბრალოდ დრო იხელთეს და ზუსტად იმ წერტილებში, რომელიც თქვენთვის ყველაზე სუსტი ადგილი იყო, ზუსტად იმ წერტილებში ჩაგარტყეს, ზუსტად იქ მოგაყენეს ძალიან დიდი ტრავმა და ძალიან დიდი ტკივილები და ტრავმები. და თქვენ იყავით ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელი, ვერც კი შეგეპარებოდათ ეჭვი ზოგადად ადამიანებში, თქვენ ყველა ადამიანი კარგი გეგონათ, ყველა ადამიანი კეთილშობილი გეგონათ, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ არ შეგშურდებათ სხვისი კარგი, იმიტომ რომ ჯერ ერთი იმიტომ რომ კარგი ადამიანი ხართ და მეორე იმიტომ რომ იმდენად თავდაჯერებული ადამიანი ხართ თქვენ თვითონ იმდენად სრულფასოვანი, იმდენად სრულყოფილი ადამიანი ხართ, რომ საერთოდ არ გჭირდებათ ვიღაცების ცხოვრებას და წარმატებებს უყუროთ და აი ესე ჩასაფრებული იყოთ. თქვენ უბრალოდ ტკბებოდით თქვენი ცხოვრებით და გეგონათ რომ სხვებს ეს უხაროდათ. თქვენ ყველას უყვებოდით თქვენს ცხოვრებას, თქვენს მიღწევებს, შეიძლება რაღაცა კრახსაც, რომ აუ ეს კარგად გამომივიდა, აუ ესე, აუ აქ მეტი შემეძლო. თქვენ გულწრფელი და გახსნილი იყავით სხვა ადამიანებთან, იმიტომ რომ გეგონა რომ ისინიც კარგი გულით იყვნენ თქვენ მიმართ. და ამ დროს აღმოჩნდა ყველაზე რთულ პერიოდში, რომ ზუსტად ამ ადამიანებმა გაგწირეს. შეიძლება იყო ბულინგი, შეიძლება იყო ჭორები, შეიძლება იყო ენები, შეიძლება იყო მტკივნეულ თემებზე მანიპულაციები, შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით ღალატი, ანუ ზურგშექცევა რთულ პერიოდში, როდესაც აღმოაჩინეთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში თქვენ ცხოვრობდით სიცრუეში, ჩემო ძვირფასებო, თქვენ ცხოვრობდით სიცრუეში და ეს იყო თქვენთვის ჯოჯოხეთი, მოკლედ ამ ყველაფრის აღმოჩენა, რომ ნუ თუ ამდენად სულელი ვიყავი, რომ ადამიანები, რომლებიც თურმე ესე მტრულად იყვნენ ჩემ მიმართ განწყობილნი, ასე ახლოს მყავდნენ ჩემთან, ასე ვენდობოდი და ჩემს ცხოვრებაში რაღაცნაირად წინა პლანზე მყავდნენ ეს ადამიანები დაყენებულნი და რაღაცნაირად მთლიანად ამოტრიალდა თქვენი ცხოვრება, თქვენი შეფასებები, თქვენი
დამოკიდებულებები ადამიანების მიმართ, ახლო წრის მიმართ, შესაძლოა ნათესავების მიმართ, ახლობელი ადამიანების მიმართ, მეგობრების თუნდაც და ასე შემდეგ. ხო, ეხლა თქვენს ყველა შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა ადამიანები ყოფილიყვნენ ესენი. და მე ვგრძნობ და ვხედავ, რომ ძალიან დიდი ტკივილი გადაიტანეთ, ძალიან განიცადეთ და რაღაც მომენტში თითქოს მოახერხეს აი ამ თავისი სიბოროტით თქვენი დაპაუზება, თქვენი გაყინვა ერთ ადგილას და თქვენი ემოციურად განადგურება, რაღაცნაირად შეგაფერხეს ცხოვრებაში და თქვენს დარდებსა და ტკივილებში გამოგკეტეს. აი ყველაფერი მოხდა წარსულში. თუმცა სამყარო გეუბნებათ ჩემო ძვირფასებო ამას, რომ თქვენ უბრალოდ არასაჭირო ადამიანები მოიშორეთ, თქვენ უბრალოდ არასაჭირო ადამიანები დატოვეთ, ადრე თუ გვიან ეს ადამიანები მაინც მოიხსნიდნენ ნიღაბს და მაინც დაგანახებდნენ თავიანთ რეალურ სახეს და თქვენ მადლობელი უნდა იყოთ იმის, რომ თავის დროზე მოხდა ამ ადამიანების თქვენგან მოშორება. თქვენ ძალიან გულწრფელი და ერთგული ადამიანი ხართ და ესეთ ფარისებელ ორპირ და მოღალატე არაგულწრფელ ადამიანებს, რომლებიც თუნდაც ზურგს უკან გაჭორვით და არასესიამოვნო საუბრებისთვის გწირავდნენ, თქვენ უბრალოდ ახლოს აღარ მოიკარებთ. თქვენ ხართ ესეთი ადამიანი. ან ხართ, ან არ ხართ. ან მაქსიმალურს აკეთებთ ურთიერთობაში და მაქსიმალურს გასცემთ, ან საერთოდ არაფერს აკეთებთ და მაქსიმალური რომ გასცეთ, შესაბამისად მეორე მხარისგანაც თქვენ გჭირდებათ შესაბამისი დადებითი ენერგიები, შესაბამისი გულწრფელობა, შესაბამისი თანადგომა, გვერდში დგომა, პატივისცემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სამყარო გეუბნებათ იმას, რომ თქვენ მარტო არ ხართ. უბრალოდ თქვენ შეიძლება ახლა გრძნობთ, რომ არავინ აღარ დაგრჩათ ირგვლივ ყველა მიმოგეფანტათ და თურმე ამდენი ხანი მტრების გარემოცვაში ცხოვრობდით, მაგრამ სამყარო გეუბნებათ აი ამას ჩემო ძვირფასებო, რომ ეს უბრალოდ თქვენი ცხოვრების ერთი კარის დასასრულია. ის კარი უბრალოდ დასრულდა, სადაც ის ადამიანები, ის მდაბიო, რაღაცნაირად შურიანი, ბოღმიანი და ასე შემდეგ ადამიანები არსებობდნენ. ეს კარი უბრალოდ დაიხურა და თქვენ უნდა დაიწყოთ სრულიად ახალი ცხოვრება, ახალი სტაბილური ცხოვრება უნდა შექმნათ და ააშენოთ. ამის ძალა და ენერგია თქვენ ნამდვილად გაქვთ. შესაბამისი დრო არის ზუსტად ახლა თქვენს ცხოვრებაში, რომ ყველაფერი დაიწყოთ თავიდან და აი ამ არაგულწრფელი და არასაჭირო ადამიანების გარეშე დაიწყოთ თქვენი სტაბილური ცხოვრების შექმნა. და იმუშაოთ ამ საკითხზე. და მოდი დავამატებ უბრალოდ რა დაგეხმარებათ ჩემო ძვირფასებო აი ამ სტაბილური ცხოვრების შექმნაში. გარდა იმისა, რომ თქვენ ძლიერი ადამიანი ხართ და თქვენი ნიჭით, უნარებით და შესაძლებლობებით ამას მოახერხებთ, გარდა ამისა, ვინ ან რა დაგეხმარებათ თქვენი ახალი ცხოვრების შექმნაში. იმიტომ რომ ერთი არის რომ მესმის ვიღაცები გეტყოდნენ რომ აი უბრალოდ დაიკიდე რა და ყურადღება არ მიაქციო და ეხა იმათ სიტყვებს და ასე შემდეგ როგორ აქცევ ყურადღებას ხო როგორ ანიჭებ მნიშვნელობას მაგრამ როგორ არ უნდა მიანიჭო როდესაც ერთ დროს ეს ადამიანები თქვენთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანებიც კი იყვნენ როგორ არ უნდა მიანიჭო ამას ყურადღება როცა თქვენ შეგეძლოთ კიდე უფრო მეტი რამ გაგეკეთებინათ და ამ ადამიანებმა ქეჩოში წაგავლეს ხელი და უკან დაგხიეს და უკან გადაგადგმევინეს ნაბიჯები. ხო, იმიტომ რომ ერთ ადგილზე გაჩერება არ არსებობს, ან წინ მიდიხარ, ან უკან მიდიხარ და ამ ადამიანებმა, აი ესე რომ მიდიოდით თქვენს ცხოვრებაში წინ, ქეჩოში მოკიდეს ხელი, ყველამ ერთად და აი ესე გაქციეს უკან. ანუ ცხოვრების გზაზე უკან დაგახევინეს და ეხა ეს ყველაფერი როგორ უნდა იყოს სულ ერთი, ხო, თქვენთვის. და ეს იმიტომ მოახერხეს, რომ მათ არ ქონდათ მტრის სახე. ისინი იყვნენ მტრები, ოღონდ ერთგული ადამიანების ნიღაბში და თქვენ მათში მტერს არ ხედავდით და გამომდინარე იქიდან რომ ენდობოდით, ხო? და უცბად მათი სახეები ჩამოიმსხვრა და მათი ნიღბების გარეშე დაინახეთ ისინი, ხო, როგორებიც არიან რეალურად. ზუსტად ამან მოახერხა ის, რომ თქვენ
თქვენს ძალიან იმოქმედა ფსიქოლოგიურად, ემოციურად, ყველანაირად. და ამის გამო რაღაცნაირად მოგიწიათ, რომ თქვენს ცხოვრებაში იმ ტემპით ვეღარ გაგეგრძელებინათ წინსვლა, როგორც მანამდე მიდიოდით. ეს სულ ერთი არ არის, ამიტომ ხა რო გეუბნებიან ადამიანები, რომ იცი რა, დაიკიდე და ყურადღება არ მიაქციო, მე მესმის, რომ ეს მარტივი არ იყო და ფიზიკურად ვერ დაიკიდებდით. მაგრამ ახლა უკვე დროა გააცნობიეროთ, ჩემო ძვირფასებო, ის, რომ ესენი იყვნენ თქვენს ცხოვრებაში დროებითი ადამიანები, თუნდაც გინდაც ოჯახის წევრი ყოფილიყო და გინდაც ნათესავი და გინდაც მეგობარი და გინდაც ძალიან ახლო ადამიანი, რომელიც თუნდაც ბავშვობიდან მოყვებათ, ხო? სამწუხაროდ, აი ბავშვობიდან ვინც მოყვება, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ეტაპზე რო დავიბადეთ, თუნდაც დარეგისტრირდნენ და თითქოს მოვდივართ იმათთან ერთად და თითქოს რაღაც ვალდებულება გვაქვს, რომ მთელი ცხოვრება ეს ადამიანები ვათრიოთ ჩვენს გვერდით და ყველაფერი გავუტაროთ და ასე შემდეგ და მაგას გეუბნებათ სამყარო, რომ ამისი ვალდებულება საერთოდ არ გაქვთ. დაივიწყეთ ეს ადამიანები, ესენი იყვნენ ისინი, რომლებიც ცხოვრებაში არასდროს გამოგადგებოდნენ, რატომ? იმიტომ რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე იქნებოდნენ ზუსტად აი ესეთ ჩასაფრებულ მდგომარეობაში. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. მართალია ესენი კარგი პერსონაჟები არიან ფილმიდან გამომდინარე, მაგრამ მე ხო აქ სიმბოლურად განვიხილავთ, ხო? მინიმუმ 7 ადამიანი მაინც იყო, რომლებიც აი ესეთი ჩასაფრებული სახეებით უყურებდნენ თქვენს ცხოვრებას და ერთი სული ქონდათ, ფეხი დაგწნინოდათ, რომ ეგრევე გლებივით გეცემოდნენ და გაგბრთხვნიდნენ რა, მაგას ელოდებოდნენ. ამიტომ მაქსიმალური დისტანცია მათგან არც იფიქროთ და უბრალოდ უნდა დაიწყოთ თქვენი ახალი ცხოვრება. ამიტომ თუ კიდევ გაქვთ კითხვის ნიშნები ამ ადამიანებთან დაკავშირებით და თუ კიდევ გაქვთ გაორებები, რომ როგორ კაცო, ეს ხო ჩემი, რა ვიცი, ნათესავია, ეს არის, ის არის, აი ასე, ზუსტად ეგრე. რომ ყველაზე დიდი სიძულვილი და ყველაზე დიდი შური და ბოღმა ხშირად სწორედაც რომ სანათესაოში ფუთობს და ბუდობს სამწუხაროდ. შეიძლება ნათესავი არც არის, მაგრამ ახლოც ღია. კარგი, ახლა ვნახოთ ვინ ან რა დაგეხმარებათ საერთოდ თქვენს ცხოვრებაში, რომ აი ეს ახალი და სტაბილური ცხოვრება დაიწყოთ თქვენთვის კომფორტული და თქვენთვის სასიამოვნო, იმიტომ რომ ხო უნდა დაამთავრდეს ეს ციკლია. სამყარო ამას გიმეორებთ, რომ დაამთავრე რა, დაამთავრე. შეეშვი ამ ადამიანებს, ნუღა ფიქრობ, ნუღა დარდობ. შეეშვი, всё, იწყება ახალი ცხოვრება. აბა რა დაგეხმარებათ აი ამ ახალ ცხოვრებაში. რა დაგეხმარებათ? კი ბატონო, რა დაგეხმარებათ? კი ბატონო და კიდევ არავინ არ დაგეხმარებათ, თქვათ ვიღაც კონკრეტული პიროვნება. აჰა. კი ბატონო. ნახეთ პირველ რიგში აი ამ გზაზე ვინც და რაც დაგეხმარებათ, ჩემო ძვირფასებო. ყოველთვის, როდესაც გაორებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და იფიქრებთ, რომ მოდი, იქნება ეს პერსონაჟები კიდევ დადებით პერსონაჟებად წარმოვიდგინო. და კიდევ ერთი შანსი მივციან მათზე, როგორც დადებით ადამიანებზე ისე ვიფიქრო. სამყარო გეუბნებათ, ყოველთვის გაიხსენეთ ის დღეები, ის სიმწარე, ის ცრემლები და ის ტკივილი, რაც მათ მიერ მოყენებული ზიანის გამო განიცადეთ. და აი მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ ამ ადამიანებს ისევ დააბრუნებთ თქვენს ცხოვრებაში თუ არა. პირველი რაც დაგეხმარებათ თქვენი სრულიად ახალი სტაბილური ცხოვრების აწყობაში არის ის, რომ არ უგულებელყოთ თქვენ მიერ წარსულში განცდილი ტკივილები. ეს ყველაფერი შემთხვევით არ გადაგიტანიათ, ეს ყველაფერი გადაგატანინეს აი ამ ადამიანებმა, რომლებსაც მეორედ უბრალოდ აღარ უნდა მისცეთ თქვენს ცხოვრებაში ცხვირის შემოყოფის საშუალებაც კი. გაიხსენეთ როგორ ტიროდით, გაიხსენეთ როგორ დარდობდით, გაიხსენეთ როგორ გტკიოდათ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტეთ, საერთოდ გიღირთ, რომ მაგ ადამიანებთან კიდევ რაიმე საერთო გქონდეთ, თუნდაც ნათესაობის ხათრით, თუნდაც არ ვიცი, დედმამიშვილობის თუ მეგობრობის თუ კარგი წლების და მოგონებების ხათრით. უბრალოდ გაიხსენეთ როგორ ჩაგარტყეს ზურგში, როგორ მიგაგდეს და მიგატოვეს მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდეთ გვერდით დგომა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტეთ ეს ყველაფერი.
ესე იგი სამყარო იმას გეუბნებათ, რომ აი ამ თქვენს ტკივილზე და დარდზე და შფოთვებზე კი არ იყოთო ორიენტირებული მუდმივადო. უბრალოდ, როდესაც ფიქრები წამოგივათო, რომ მოდი აბა მივუტევო, მოდი აბა ვაპატიო, მოდი აბა ისევ ჩემს ცხოვრებაში დავაბრუნო. ზუსტად მაშინ გაიხსენეთ, მათ გამო რამდენი ტკივილის გადატანა მოგიწიათ, რამდენი ცრემლი და ტანჯვა გაიარეთ. და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტეთ თქვენს თავს აირჩევთ და თქვენს კეთილდღეობაზე იზრუნებთ და სწორ ადამიანებთან იურთიერთებთ სამომავლოდ თუ ისევ ამათ შემოუშვებთ თქვენს ცხოვრებაში. ასევე დაგეხმარებათ ამ ახალ გზაზე, ჩემო ძვირფასებო, რაღაცა ახალის ანუ თქვენ საქმეებზე გადართვა. ეს შეიძლება სრულიადაც არ იყოს რაღაცა ახალი საქმე, მაინც და მაინც ახალი საქმე შეიძლება არ იყოს, მაგრამ ეს იყოს თუნდაც ძველი საქმე, რომელსაც ახალი ენთუზიაზმით გააკეთებთ. აი მაგალითად, აქამდეც იყავით რაღაც სფეროში, ხო? აი მაგალითად, აქამდეც იყავით მხატვარი, პირობითად ვამბობ ამას, ხო? მაგრამ უბრალოდ მიყვებოდით ამ დინებას და თქვენი ჩვეულებრივი საქმე იყო ეს ხატ, მე მესმის რომ ხა ცუდი შედარება გავაკეთე, იმიტომ რომ ხატვა ხელოვნება არის და ჩვეულებრივი საქმე არის, როც არ იქნება, მაგრამ უბრალოდ პრაგმატული მაგალითი რომ მოვიყვანო, ხო? მაგალითად აქამდე ხატავდით, ხო? და ეს იყო ჩვეულებრივი სამსახური თქვენთვის. და მიჩვეული იყავით ამ ყველაფერს. ახლა შეგიძლიათ ისევ ამ საქმით იყოთ დაკავებული, მაგრამ ბავშვური ენთუზიაზმით. ანუ ეცადეთ რომ გააცოცხლოთ ის საქმე, რასაც აკეთებთ და ახლებური აი ბავშვური დამოკიდებულებით მიუდგეთ. სიამოვნება მიიღოთ მაქსიმალურად იმ პროცესებისგან, რასაც თქვენ გადიხართ შემოქმედებით საქმიანობაში. ნებისმიერი რამ, რაც შეიძლებოდა ეს ყოფილიყო სიმღერა, ცეკვა, ხატვა, ქარგვა, გამოფენების გაკეთება თუ წერა თუ რა საქმეშიც ტრიალებთ, მასწავლებლობა და ასე შემდეგ. ეცადეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, შეიძლება ფსიქოლოგიის სეანსებს აკეთებთ და ასე შემდეგ, ხო? ჩემთან ძირითადად ესეთი უფრო შემოქმედებითი ადამიანები მისმენენ ხოლმე. და ამიტომ ვამბობ, თუმცა არც ერთ სფეროს არ გამოვრიცხავ, ბუნებრივია, ხო? მე არ ვიცი ვინ მიყურებს კიდევ ახალი ადამიანები, თუმცა ან თუნდაც ძველი, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ თქვენი საქმე, რასაც აქამდე აკეთებდით, ან რასაც გააკეთებთ, შეასრულეთ ახლებური ენთუზიაზმით. აი მაქსიმალურად იკაიფეთ, სიამოვნება მიიღეთ საქმისგან. ეს ძალიან დაგეხმარებათ. ასევე ვიკითხე, რომ ვინმე ან რამე ხომ არ იქნება, რომელიც რაღაცნაირად ამ გზაზე დაგეხმარებათ და ამოვიდა არკანი ჰერმიტი. ნუ ჰერმიტი ეს არის ბრძენი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილით და ბევრი დაბრკოლებაც და ბევრი სირთულეც აქვს გადატანილი. ერთ ვარიანტად ვიტყოდი, რომ ისევ და ისევ დაგეხმარებათ თქვენი სიბრძნე, რაც აი ამ ტკივილებმა მოგცათ და ისევ თქვენი ტკივილები და ისევ თქვენი თავი გადაგატანინებთ აი ამ ყველაფერს და მეორე შეიძლება იყოს ვინმე ბრძენი, ჭკვიანი, მრავალგვარ გამოცდილება და მრავალგვარ წნეხ და ტკივილ გადატანილი ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად სწორ მითითებებს და სწორ რჩევებს მოგცემთ ხოლმე. შეიძლება ეს იყოს ფსიქოლოგი, შეიძლება იყოს ტაროლოგის მაგალითად, ჩემგან მოისმინოთ რაღაცა, ასე ვთქვათ, რჩევა და ეს გაითვალისწინოთ და ასე შემდეგ. ანუ რჩევები მიიღეთ უფრო, როგორ გითხრათ, ბრძენი, თუნდაც ეზოთერიაში, ან ცხოვრებისეულად განვითარებული ადამიანისგან, ხო? აქაც ცოტა ისეთი ვარ ხოლმე, ხა მე მაგალითად, იმიტომ რომ მოხუცი სულელიც მინახავს, რომელსაც ბევრი რაღაც აქვს ცხოვრებაში გავლილი, მაგრამ ვერ დაბრძენდა და ვერაფერი ვერ ისწავლა აი ამ ცხოვრებისეული გაკვეთილებისგან და პიროვნებად ვერ შედგა მიუხედავად ასაკისა და საერთოდაც ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება 20 წლის ადამიანი იყოს და 15-ის ან ბრძენი და ზუსტად მისგან მიიღოთ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მესიჯები. ამიტომ ესეთ ბრძენ ადამიანებს მოусმინეთ ჩემო ძვირფასებო. გაიხსენეთ კიდევ ერთხელ, რატომღაც მიმეორებს თქვენს განვლილ გზას. მოკლედ, თქვენს თავს, თქვენს განვლილ გზას და ემოციებს ეცით პატივი და მაქსიმალურად შეცვალეთ თქვენი ცხოვრება და მაქსიმალურად მზად იყავით სიახლეებისკენ. ტარო რატომღაც მიმახულებს ყურადღებას იმაზე, რომ დატოვოთ ეს ადამიანები ყველაფრის ფასად. აბსოლუტურად ყველაფრის ფასად უნდა ჩამოიტოვოთ ეს ადამიანები და უბრალოდ ახალი ცხოვრება დაიწყოთ. და თუ ოდესმე ისევ წამოგივლით ნოსტალგია და ფიქრები, რომ იქნება ვაპატიოთ და იქნება და იქნება
მიზნების, გაიხსენეთ მათ გამო რა მდგომარეობაში იყავით და ისიც გაიხსენეთ ადამიანს თუ მართლა უყვარხართ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად არც ერთი ადამიანი ამას არ აღიარებს ხოლმე რომ მე სპეციალურად გავაკეთე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეგ არის დიდი სიყალბე და სიცრუე. ყველა ვაკეთებთ იმას, რისი გამკეთებლებიც ვართ. და ადამიანს, რომელსაც უყვარხარ და პატივს გცემს, იმ მდგომარეობაში არ ჩაგაგდებთ, რა მდგომარეობაში თქვენ იყავით. ესეთი მებრძოლი და წარმატებული ადამიანი ესე გაგთელეს და გაგანადგურეს, ეს შემთხვევით არ მომხდარა და ეს საპატიებელი არ არის. აი ამას გეუბნებათ სამყარო, მოიშორეთ ეს ადამიანები მაქსიმალურად და წადით თქვენი ცხოვრების გზაზე წინ. ეს იყო პირველი ვარიანტი, ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი მადლობა. გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე. მესიჯები სამყაროსგან. მესიჯი, რომელიც ახლა გჭირდებათ. კარგი. რა საინტერესოა. აუცილებლად უნდა დავამატო ახლა არკანები. კონკრეტულად რას გვეუბნება ხმლების მეფე და თასების მეფე? კონკრეტულად ვისზე ან რაზე მიგვანიშნებს ხმლების მეფე და თასების მეფე? ვისზე ან რაზე მიგვითითებს ხმლების მეფე და თასების მეფე? ვნახოთ. ხმლების მეფე, თასების მეფე. ვისზე ან რაზე მიგვითითებს? კიდევ ხმლების მეფე. ეს უკავშირდება პირად სასიყვარულო ურთიერთობას. ეს უკავშირდება პირად სასიყვარულო სფეროს, აუცილებლად ერთ-ერთი ვარიანტი მაინც თუ არის ეს პირადი სასიყვარულო სფერო. კარგი. ამ შემთხვევაში მეორე ვარიანტს ვინც უყურებს ჩემო ძვირფასებო აქ გამოიკვეთა ხმლების მეფის და თასების მეფის არკანები. ხო, ეხლა ნახეთ რა ხდება. ხმლების მეფე ეს არის ძალიან ჭკვიანი, გონივრული, მოხერხებული, კომუნიკაბელური, აქტიური, აი გონებრივად აქტიური მამაკაცი და თასების მეფეც ეს არის მგრძნობიარე, უბრალოდ აი გრძნობებით ახსილი მამაკაცი. როგორც მე ამას ვხედავ, მეორე ვარიანტის შემთხვევაში არის ასეთი მესიჯი. ვინც მარტო ბრძანდებით, ეს მათთვის იქნება ეს გაშლა. კონკრეტულად ვინც არ ხართ ამ ეტაპზე სასიყვარულო ურთიერთობაში, მათთვის არის ასეთი გაშლა. უახლოეს პერიოდში თქვენს ცხოვრებაში დიდი ალბათობით გამოჩნდება საკმაოდ ჭკვიანი, გონიერი მამაკაცი, რომელიც რაღაცნაირად თავის გრძნობებსა და ემოციებს შემოგთავაზებთ. ნუ, როდესაც ვკითხებ, უბრალოდ დავაკონკრეტებინე ეს ყველაფერი, ეს არის მამაკაცი, რომელიც თანაც ამ ეტაპზე ჯერ კომუნიკაცია არ გაქვთ. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება მას არც იცნობს, ზოგიერთი თქვენგანი იცნობთ. თქვენ ხართ რაღაცნაირად მარტო თასების დედოფალი, ესეთი მშვენიერი, არაჩვეულებრივი ლამაზი და საყვარელი ქალბატონი და ის კიდევ თავის საქმეებში აბსოლუტურად გადართული თავის ცხოვრებაში. ანუ თქვენ ნახე ერთმანეთისკენ არ იყურება ეს ორი ადამიანი, ხო? თქვენ თქვენს ცხოვრებაში ხართ მარტო, ის თავის ცხოვრებაში არის მარტო. თუმცა რატომღაც მაინც აქაც ხმლების მეფეა, აქაც ხმლების მეფეა. დრო სჭირდება რაღაცნაირად, აი მუშაობა და რაღაცა პერიოდი სჭირდება ამ ყველაფერს, აი თითქოს მუშაობს ეს პროცესი, დროშია გაწელილი რაღაცნაირად და აი რაღაცა პროცესი სჭირდება, რომ ეს ყველაფერი მივიდეს იქამდე, მოვიდეს საერთოდ თქვენ ეს მამაკაცი თქვენამდე და რომ თქვენ გახდეთ მისი იმპერატრიცა და ეს და თავი იგრძნოთ გამარჯვებულად. აი რაღაცნაირად ამ მამაკაცის თქვენს ცხოვრებაში შემოსვლა ჯერჯერობით ნახე როგორი პროცესი არის, აი თქვენ ვერ ვიტყვი რომ ხა ძალიან
ხო, ნუ თქვენ ცხოვრებაში ხართ ზოგი ისვენებს, ზოგი საქმეებშია და ასე შემდეგ, ხო? უფრო ხედავ რომ რაღაცნაირად მშვიდ ენერგიებში ხართ, ოღონდ როგორ ენერგიებში ვიცი, შეიძლება ცოტა მოსაწყენიც კი იყოს, რომ აი არაფერი სახალისო არ ხდება, დოფამინს ვერაფრისგან ვერ იღებთ და რაღაცა დაღურემილის ხედ ხართ. და ეს მამაკაცი კიდე რაღაც თავის საქმეებშია, მოკლედ რაღაცა იქ სახლს უყურებს, რაღაცებს აკვირდება, რომ კიდე რა გააკეთოს, რა მოიფიქროს, რა შექმნას და ასე შემდეგ, ხო? თუმცა აი ამ მამაკაცს უკვე ზოგიერთი თქვენგანი შემთხვევაში ან უკვე იცნობთ ერთმანეთს, უბრალოდ ეხა კომუნიკაცია არ არის აქტიური და უკვე აქვს რაღაც გრძნობები და ემოციები თქვენ მიმართ, ან მომავალში გამოჩნდება რა ასეთი ტიპის ადამიანი, თუმცა ორივე შემთხვევაში იცნობთ თუ არ იცნობთ ამ მამაკაცს, ხო, მნიშვნელობა არ აქვს. გარკვეული პერიოდი სჭირდება, აი რაღაცა მუშაობა სჭირდება, აი რაღაცა დრო სჭირდება, ნახე, რომ მომწიფდეს თქვენი შეხვედრა და თქვენი ურთიერთობა, მას რაღაც გარკვეული დრო და გარკვეული მუშაობა სჭირდება, თქვენც რაღაცა პერიოდი უნდა გაიაროთ, მანაც რაღაცა პერიოდი უნდა გაიაროს და როცა ეს პერიოდი გაივლის, მე ვხედავ რომ თქვენ იქნებით აი სრულიად იმპერატრიცა ქალბატონი ღმერთო რა ლამაზია, აი ძალიან ლამაზი არკანია და რა ვქნა, ულამაზესი ქალბატონი, ორსული ქალბატონი, მოკლედ, ნუ ზოგადად ეხა ზოგიერთის შემთხვევაში შეიძლება ეს მართლა იყოს ორსულობა, ზოგიერთ შემთხვევაში იყოს ძალიან დაფასებული ქალური მდგომარეობა, რასაც ეს მამაკაცი მოგანიჭებთ. აი ყოველ შემთხვევაში იმას ვგრძნობ, რომ ეს მამაკაცი აი მართლა ქალად და დედოფლად გაგრძნობინებთ თავს. და კვერთხების 6-იანი, აი საზეიმო მდგომარეობა გექნებათ, აი განცდა გექნებათ იმისა, რომ აი ხო მაინც გავიმარჯვე, აი ნახე ხო მაგარ ბედში ვარ, აი ნახე როგორ გამიმართლა პირად ცხოვრებაში, აი თქვენ სიხარულს და ბედნიერებას ვხედავ. და რაღაცნაირად რომ ვკითხე, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება პირად სასიყვარულო ცხოვრებას, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აქ ლოგიკურად ეგ არის, მაგრამ მხოლოდ პირადი ცხოვრება კი არ, ანუ სტატუსი კი არ შეგეცვლებათ, რომ ეხლა მარტო ვარ და მე უცებ ბედნიერი ვარ. აი ძალიან ბევრი ტკივილისგან, ძალიან ბევრი დარდისგან, ძალიან ბევრი შფოთვისგან და ნეგატივისგან განთავისუფლდებით. იმიტომ რომ თასების 4-იანი, აი ნახე როგორ ჩამოგტირით ახლა სახე და როგორი დაღლილი ხარ და ცხოვრებით დაღლილი ხართ და უკანასკნელი განსჯა კიდე ძალიან დადებითი არკანია და ზოგადად ჯაჯმენტი ყველაფერს პოზიტივისკენ აქცევს. აი თქვენ საერთოდ აი ამ მდგომარეობიდან გამოხვალთ. ანუ ეს უკავშირდება ზოგადად მთლიანობაში თქვენი ცხოვრების შეცვლას. ჯერჯერობით ამ მამაკაცთან დაკავშირებით ყველაფერი დაფარულია, ყველაფერი გაურკვეველია, ყველაფერი ბუნდოვანია. თუ იცნობთ ამ ადამიანს და იცნობთ ერთმანეთს, ისიც კი არ იცით ეს კაცი საერთოდ ფიქრობს თქვენზე, არ ფიქრობს, რას ფიქრობს, ასე შემდეგ. არაფერი არ იცით, არც იმან არ იცით თქვენ მასზე კონკრეტულად რა დამოკიდებულება გაქვთ, საერთოდ ფიქრობთ თუ არა და ასე შემდეგ, მაგრამ კომუნიკაცია აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ კვერთხების რვიანი ეს არის სწრაფი კომუნიკაცია. პირველი კომუნიკაცია, ანუ შეიძლება იყოს სოციალური ქსელით, იმიტომ რომ ყოველთვის, როდესაც ეს არკანი ამომდის ხოლმე, ყოველთვის არის შეტყობინება, მესიჯი, მეილი და ასე შემდეგ. ანუ შეტყობინება, სწრაფი შეტყობინება, რაღაც შეტყობინებით გადმოდგამს ეს ადამიანი ნაბიჯს და მე როგორც ვხედავ, ნახეთ შემოძურფასებო, აქაც ჩანდა, რომ აქაც ჩანდა დროში გაწერილი პროცესი, მუშაობა, შრომა რაღაც საკითხებზე და აქ კიდევ ხედავ და ესეთი ასოციაცია მომდის, რომ ამ მამაკაცმა რაღაცნაირად იშრომა, იმუშავა იმაზე, რომ უფრო სტაბილური და ფინანსურად სტატუსის კუთხით, მოკლედ მატერიალურად სტაბილურ მდგომარეობაში ყოფილიყო, რომ შემდეგ გადმოდგას ნაბიჯი თქვენთან. ანუ რაღაცნაირად ძალიან პასუხისმგებლიანი მამაკაცია, რომელიც როგორ გითხრათ, ჯიბე გაფხეკილი და რაღაცა გასაცოდავებული და გაუბედურებული ნამდვილად არ გადადგამს, ყოველ შემთხვევაში თქვენნაირ ქალთან არ გადადგამს ნაბიჯს, იმიტომ რომ მე რასაც ვაკვირდები და მე რასაც ვხედავ, ეს ადამიანი ძალიან სასურველ და ძალიან მიმზიდველ და ძალიან აი არ ვიცი, შესანიშნავ ქალად აღგიქვამთ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს თქვენ მიმართ და ფიქრობს, რომ მე თუ ამასთან ნაბიჯს გადავდგამ, მოვიკითხავ, მივწერ და შევხვდები, უკვე იმ ეტაპზე უნდა ვიყო, რომ მყარი საფუძველი და საძირკველი მქონდეს. და ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი საკმაოდ
სერიოზულად არის განწყობილი თქვენ მიმართ. არ ვიცი რა გააკეთა ასეთი, მაგრამ რაღაც სახლთან, სიმდიდრესთან, აი მატერიალურთან არის დაკავშირებული. შეიძლება სახლი ააშენა, ან რემონტი გააკეთა, ან მოკლედ არ ვიცი, რაღაცა მოაწესრიგა საკუთარ სახლში. აი უფრო კაცურად, სტაბილურად და გამართულად რო იგრძნოს თავი, აი ესე იმუშავა. და რატო იცი? მარტო იმიტომ კი არა, რომ თქვენ აღიაროთ ის როგორც კაცი, იმიტომ რომ პირველ რიგში საკუთარ თავთან იყოს მართალი და ვაჟკაცი, რომ აი მე ხა ესეთ ქალს რომ მივწერ და ესეთ ქალს რომ თუნდაც დეიცზე დაუპატიჟებ და ესეთ ქალთან რომ მინდა ჩემი ცხოვრების გატარება და მომავალი ბოდიშით და მე იმის ტრაკიც უნდა მქონდეს, რომ თუ ეს ურთიერთობა განვითარდა და თუ ამ ქალბატონს მე ცოლად მოვიყვან, ბოდიშით და საღორაში არ შევიყვანო და ყველაფერი მქონდეს იდეალურად მოწყობილი და დალაგებული ჩემს ცხოვრებაში. და ეხლა არ გამომიხტეთ კომენტარებში და არავინ არ დამიწეროთ, რომ ყველა კაცი ეგრეაო. არ არის ყველა კაცი ეგრე, ძალიან ბევრი მამაკაცი მინახავს, რომელსაც სახლი არ აქვს, კარი არ აქვს, ქირით ცხოვრობს, იმასაც არ იხდის და იმასაც ლივს იხდის, თამაშობს, აბსოლუტურად უაზრო ცხოვრებით ცხოვრობს და ისე მოყავთ ცოლი. ეხლა არ მითხრათ, ყველა კაცს აქვს ესეთი პასუხისმგებლობა და ყველა კაცი ესეთი ჩამოყალიბებული მამაკაცია. ნუ ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და კონკრეტულად თქვენ მიმართებითაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს რაღაცნაირად, აი ისეთი განცდა აქვს, რომ თქვენ ვერ შეგკადრებთ და ვერ შემოგკადრებთ რაღაცა უბრალო ცხოვრებას და აი ყველაფერი გააკეთა მაქსიმალურად იწვალა იშრომა, რომ რაღაცა სტაბილური შეექმნა თავის ცხოვრებაში. გონებად საკმაოდ კარგად უჭრის, მინდა გითხრათ, ამ მამაკაცს რომ რაღაცები შექმნას და გააკეთოს და თან თქვენ ძალიან მისთვის ძალიან, აი როგორი ხართ იცი, სრულფასოვანი და სრულყოფილი ქალბატონი ხართ, ლამაზიც, მშვიდიც, ქალურიც, ნაზიც, მოწესრიგებულიც, აი რაღაცნაირად ტკბილი, აი ქალურად ტკბილი. აი რაღაცნაირად იდეალური ქალბატონი ხართ მისთვის და აი როგორც გამოცდის წინ ემზადება ბეჯითი მოსწავლე, რომ აი ხა მაგრად უნდა დაუჯდე და ვიმეცადინო, რომ გავალ მაგრად უნდა ჩავაბარო ეს გამოცდა. აი ესე ემზადებოდა თავის ცხოვრებაში ყველანაირად ეს მამაკაცი თქვენთან შესახვედრად. და მოკლედ მესიჯი სამყაროსგან არის კონკრეტულად ამ მამაკაცის თქვენს ცხოვრებაში შემოსვლა. ნუ რადგან ამდენი გვითხრა სამყარომ, ხომ არ დავამატო მაინც ამ ურთიერთობის პოტენციალი და განვითარება, თუმცა ეს შეიძლება მაინც ღია დატოვოს ტარომ, ნახოთ. როგორც ხედავთ, ეს მამაკაცი გამოჩნდება აუცილებლად. ხალხო კოკა-კოლა დავლია და აი ყელში მადგას და კიდევ სვამ. მაპატიეთ. კარგი. მოკლედ, ესე იგი, ვიკითხოთ, მოდი ესე ვიკითხავ. პირველი მოდი ვიკითხავ. თქვენ რას გირჩევთ? ეხა ეს გასაგებია რომ მოდის ეს კაცი. თქვენ ამ ქალბატონებს ვინც მიყურებთ და მისმენთ, თქვენ რას გირჩევთ სამყარო ამ მამაკაცთან მიმართებით? აი რა გაითვალისწინოთ, როგორ შეხვდეთ, როგორ დახვდეთ? თვითონ რომ ესე გიჟივით მუშაობდა და ემზადებოდა თქვენთან შესახვედრად, ოღონდ ისე რომ თქვენ გონზე არიყავით, აი ქალბატონებს რას გირჩევთ ტარო? როგორ უნდა შეხვდეთ, ან რაზე უნდა იმუშაოთ, სანამ ეს ადამიანი გამოჩნდება? ჩემო ძვირფასებო. აი ვინც ამ ვარიანტს უყურებთ, იცოდეთ, რომ ძალიან ტკბილი და ბედნიერი პირადი ცხოვრება გელოდებათ. თქვენ რაზე უნდა იმუშაოთ, გეტყვით ახლა. პირველ რიგში უნდა იმუშაოთ თქვენს ემოციებზე. მე ვხედავ და ვგრძნობ თქვენს სასოწარკვეთილ მდგომარეობას. ახლა დააკვირდით ეს გოგონა რა დღეში არის, ხო? აი ხელები აქვს დაბჯენილი წინ. მკერდთან და თავპირი ჩამოსწირის ეს ჭიქები დალეწილია და სიცოცხლე აღარ უნდა, აი არაფერი აღარ უხარია.
ანუ პირველ რიგში უნდა იმუშაოთ ჩემო ძვირფასებო იმაზე, რომ თუ ხართ ახლა ძალიან განადგურებული, გაუბედურებული, იმედგადაწურული, ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს, ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს, აი საერთოდ რისთვის დავიბადე, ჩემს ცხოვრებაში კარგი არაფერი არ ხდება, ვწავლობ, შრომობ, მაგრამ ყველაფერი და ყველაფერი იმედს მიცრუებს და რა დავაშავე და აი რა აზრი აქვს. მოკლედ, ასეთ სასოწარკვეთილ და გაუბედურებულ მდგომარეობაში თუ ბრძანდებით, ზუსტად ამაზე უნდა იმუშაოთ, რომ იცოდეთ, რომ მაშინ როცა თქვენ გგონიათ რომ ცხოვრება დასრულდა და აღარაფერი აღარ გაბედნიერებთ და აღარაფერი აღარ გიხარიათ და აი არაფერი აღარ მოხდება თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე ვხედავ რომ თქვენ ბრძოლისუნარიანი და მიზანდასახული ადამიანი ხართ, მაგრამ რატომღაც თითქოს ყოველთვის ყველა იმედი და ყველა გეგმა და ყველა მიზანი, რასაც ენთუზიაზმით იწყებდით, რაღაცნაირად თავზე გეფშვნებოდათ და აი სიცოცხლე აღარ გიხარიათ, არაფერი აღარ გინდა თითქოს ძალიან პესიმისტურ და ასეთ ნიჰილისტურ მდგომარეობაში ხართ და იცოდეთ, რომ ამ დროს არსებობს მამაკაცი, რომელიც უბრალოდ იყურება წინ თქვენი მიმართულებით და ელოდება შესაბამის დროს თქვენთან მოსასვლელად. იცოდეთ, რომ არსებობს მამაკაცი, რომელიც ფიქრობს თქვენზე, ან ეს მომავალში იქნება, რა თქმა უნდა. მოკლედ, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩავარდეთ სასწორკვეთაში, იმიტომ რომ თქვენ რო ასე ცუდად ხართ და რო იტანჯებით, ვიღაც მამაკაცი სადღაც სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში არსებობს, სხვა განზომილებაში მომობ, იმიტომ რომ დისტანციაა თქვენ შორის, ან თქვენ ერთმანეთთან კონტაქტი არ გაქვთ ახლა. და ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს ხალხო, ყველაფერს აკეთებს ეს იმისთვის, რომ თქვენამდე მოაღწიოთ და თქვენ თუ ესეთი გაუბედურებული და განადგურებული დახვდით, ის კაცი რო ამდენს წვალობდა და ამდენს შრომობდა და ამდენს მუშაობდა, თქვენ ასეთი უნდა შეხვდეთ? ხა? წარმოვიდგინეთ, ამხელა ამდენი იშრომა, ამხელა გზა უნდა გამოიაროს ადამიანმა და თქვენ ასეთი გაუბედურებული უნდა დახვდეთ ცხოვრება, რო არ გიჟის ფსიქოპატის გამომეტყველება რო გაქვთ. ამიტომ ტაროს რჩევა არის, რომ ემოციებს მიხედეთ და თავს მოუარეთ. თავს მოუარეთ, იმიტომ რომ მოდის მამაკაცი, რომელთანაც გექნებათ ძალიან თასებისათიანი, სრულფასოვანი და ტკბილი და ბედნიერი პირადი სასიყვარულო ცხოვრება. რომელი ადამიანის თქვენ გაქცევთ პენტაკლების დედოფლად? ნახე ამ ქალს არაფერი არ აკლია, წეღან სახლი რო ვახსენე. სახლი რო ვახსენე, ის სახლი ტყუილა კი არ ვახსენე, ეხა უყურეთ. სად იყო სახლი? აგერ ამ თქვენმა კაცმა შეგიქმნათ სახლში ყველანაირი კომფორტი და ყველაფერი სრულყოფილად და სრულფასოვნად შეგიქმნათ, რომ წაგიყვანთ და რომ შეგიყვანთ ამ თავის სამოთხეში, რომელიც თქვენთვის შექმნა, აი ესეთი დედოფალი იყოთ და ამ ფუფუნებაში და ამ სიუხვეში დატკბეთ და იცხოვროთ. ბედნიერება კარს მოგდგომიათ. ბედნიერება კარს მოგდგომიათ. და მე აქ მიჩანს, რატო ხართ ესეთ გაუბედურებულ მდგომარეობაში, რომ ვიღაცები ცუდად მოგექცნენ, კი წარსულში რაღაც აგართვეს დრო, ენერგია, შესაძლებლობები, წაქცინცლეს, გაგანადგურეს, გატკინეს, გაწყენინეს და მთელი ამბები, მაგრამ აი ამ ტანჯვისთვის და აი ამ ჯვარცმისთვის, რაც თქვენ გაიარეთ, პენტაკლების 6-იანი მოდის. ანუ პენტაკლების 6-იანი ნახე როგორი რაღაც არის. პენტაკლების 6-იანი ამ არკანში განსაკუთრებით ნიშნავს ვიღაცისგან საჩუქარს. შეხედეთ, აქ ქალბატონი არის, ეს არის დედა, რომელიც პატარა ბავშვს აძლევს ვაშლს. არა იმიტომ, რომ ეს ბავშვი კარგი გოგოა და რამე საქმე გაუკეთა და დაიმსახურა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ უყვარს. უბრალოდ იმიტომ, რომ ბავშვია, საყვარელია, ლამაზია, უყვარს და საჩუქარს ჩუქნის, ხო, ვაშლს აძლევს. აი ამდენი ტანჯვისთვის და ამდენი უბედურებისთვის აუცილებლად გამოჩნდება და უკვე გზაშია ეს მამაკაცი. შეიძლება პირდაპირ მშრომით გზაში არ არის, მაგრამ ემზადება თქვენთან წამოსასვლელად, აუცილებლად მოვა მამაკაცი, რომელიც რომელსაც უბრალოდ იმიტომ ეყვარებით და უბრალოდ იმიტომ გაგანებივრებთ რაღაცებით, რომ აი ესეთი ლამაზი ხართ, საყვარელი ხართ და უბრალოდ უყვარხართ, უბრალოდ უნდა რომ პატივი გცეთ, გასიამოვნოთ და გაგაბედნიეროთ. არა იმიტომ, რომ რაღაცების გამო დაიმსახურეთ, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ხართ და ასეთი ხართ. იმ ტკივილების საფასურად მოგდით ეს ადამიანი ჯილდოთ.
და ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებათ სამყარო, რომ აი მე როგორ ეხა დამიწერეთ კომენტარებში გეხვეწებით, როცა ამ ვიდეოს ნახავთ, მე როგორც ვხედავ, ძალიან ტოქსიკურ ენერგიებში ხართ. აი რაღაცნაირად ტოქსიკურად განიცდით ყველაფერს, რისი გადატანაც ცხოვრებაში მოგიწიათ და აი რაღაცნაირად აი ძალიან დაშლილი ხართ რა, აი თითქოს იცი რას ვგრძნობ, აი ისტერიკაში მყოფ ადამიანს ვგრძნობ, რომელიც უბრალოდ აი ძალიან ცუდ ენერგიებშია. გამომდინარე იქიდან, რისი გადატანაც მოუწია და აი რაღაცნაირად გაუბედურებულია და რაღაცნაირად არაფერს აღარ სწამს და ფიქრობს თითქოს იმ ადამიანებზე, ვინც აწყენინა, რომ აი რა გაუკეთოს, რით გადაუხადოს სამაგიერო, იმიტომ რომ ჩაბოღმილი და გაბრაზებული არის მათზე. ხო და სამყარო გეუბნებათ იმას, რომ ცოტა ალაგდით, აი ეს ენერგიები მოიშორეთ და მოემზადეთ იმ მამაკაცისთვის, რომელიც მოემართება თქვენი მიმართულებით, არკანი ეტლი. და ამ მამაკაცს თქვენ უნდა დახვდეთ ისეთივე, როგორცაც გიცნობ. ნუ ბევრი ადამიანის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ადამიანი, რომელსაც იცნობთ, აი ბევრი ადამიანის შემთხვევაში. ეს მამაკაცი გიცნობთ, როგორც კვერთხების დედოფალს. ცეცხლოვანი, აქტიური, მხიარული, ლამაზი, სიცოცხლის სავსე და აი ესეთი გაუბედურებული, ნუ დახვდებით, ხო? ცოდვა, კაცმა ამდენი იწვალა და იშრომა. აი ეს არის სამყაროს რჩება. და კიდევ თასების 7-იანი. თასების 7-იანი რას გირჩევთ? ზედმეტად ნუ იფიქრებთ რაღაც წარსულზე, რაღაცებზე ფიქრებით, აი ფიქრებით ხართ მოკლედ გადაღლილი. ფიქრებით ხართ გადაღლილი, ვარიანტებს განიხილავთ, წვალობთ, იტანჯებით, რაღაცებს ფიქრობთ, ფანტაზიებში, ოცნებებში ხართ, ვერც მოქმედებთ, აი რაღაცნაირად არეულ მდგომარეობაში ხართ და აი ამ ყველაფერს მიხედეთ, რაღაცნაირად დამშვიდით ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ აი ამ მამაკაცთან გელოდებათ შეხვედრა. ეხლა ძალიან ავღელდი რაღაცნაირად თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე და კიდე რა კითხვა დავსვა. მოდი ვიკითხავ, რა დაგეხმარებათ იმაში, რომ რაღაცნაირად ეს ემოციები დაიბალანსოთ, რომ ეს კაცი არ გააგიჟოთ. გეხუმრებით, არ გეწყინოთ. როგორ შეუძლია მეორე ვარიანტს, რომ ეს ემოციები რაღაცნაირად დაალაგოს და დაიბალანსოს, რომ სახე დაალაგოს, თვალები დაალაგოს, რა ვიცი, ყველაფერი დაალაგოს, რომ ამ მამაკაც ესე როგორც ქალი ისე შეხვდეს. კარგი, რა უნდა გააკეთოს ვარიანტმა, რომ რაღაცნაირად ემოციურად დაალაგდეს, დამშვიდდეს და შეხვდეს ამ მამაკაც მშვიდად და კარგი დადებითი ენერგიებით. რა უნდა გააკეთოს? მეორე ვარიანტი. რა უნდა გააკეთოს? კარგი. კიდევ იმას გიმეორებთ, რომ იცოდეო, რომ ფინანსური კრიზისია თუ სულიერი სიმარტოვეო დროებითიაო, კვერთხების სამიანი ძალიან მალე დაადგებით ახალგზას და ძალიან მალე შეიცვლება ყველაფერი თქვენს მამაკაცთან ერთად, კვერთხების მეფესთან ერთად, იმიტომ რომ იმას ისი აქ აკრეფილი თქვენთან, რომ ვერაფერი ვერ დედამიწის ზურგზე, ვერაფერი ვერ დაიჭერს და ვერაფერი ვერ გააჩერებს, აი გადაწყვეტილი აქ იმას ყველაფერი, რა ვიცი, არ ვიცი. გადარეულია კაცი და კვერთხების 10-იანი ასევე რა უნდა გააკეთოთ, რაღაცნაირად მოდუნდით, ძალიან მძიმე დაღექვამთ ცხოვრებას, თითქოს ძალიან დიდი ტვირთი გაწევთ და ყველაფერზე წინასწარ შფოთავთ, დარდობთ, ნერვიულობთ, რას როგორ გავაკეთებ, რას როგორ მივხედავთ, სამყარო გეუბნებათ, რომ უბრალოდ დატკბით, აი სიამოვნება ბოლოს როდის შეიგრძენით, მეორე ვარიანტი. აი უბრალოდ რომ ზიხართ და თუნდაც ყავას სვამთ, ისე რომ გემოს ატანთ და ტკბებით ამ თუნდაც ამ ყავის მირთმევით ან საჭმელს რო ჭამთ. იმ საჭმელს გემო აქვს, აბა ბოლო პერიოდში დააკვირდით, თუ სიმწრით ჭამთ იმ საჭმელსაც. რაღაცნაირად დამშვიდდით, მოდუნდით, სასიამოვნო ფილმს უყურეთ, მუსიკას მოусმინეთ, იცეკვეთ, ივარჯიშეთ, იხტუნავეთ, მეგობართან წადით, არ ვიცი, რამე გააკეთეთ. რაღაცნაირად ყველაფერი გააკეთეთ, რომ თქვენს ქალურ ენერგიებს დაუბრუნდეთ.
ისევ თქვენ თვითონ რაღაცა მედიტაციები გააკეთეთ, ივარჯიშეთ, რაღაც გააკეთეთ, იმიტომ რომ ძალიან მალე 100%-ით შეიცვლება თქვენი ცხოვრება და the world ახალ სამყარო ახალ სამყაროს საერთოდ ახალ ცხოვრებას იწყებთ. ადამიანის ცხოვრება შედგება რაღაცა ციკლებისგან, ხო? მაგალითად, პირველი ციკლი შეიძლება იყოს უმეტეს შემთხვევაში ესე არის ხოლმე დაბადებიდან სატურნის დაბრუნებამდე. ეხლა მაგალითად მე მაქვს სატურნის დაბრუნება. და ძალიან რთულ პერიოდს გავდივარ, კოშმარულ, არანაკლებს. ეხლა თქვენ გონიათ რომ თქვენ დაგცინით, რომ ცოტა დამშვიდით მეთქი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ კი არ დაგცინით ჩემო ძვირფასებო, მეცინება, იმიტომ რომ მეც ეგრე ვარ. აი პირველი ტრანსფორმაცია ხდება, ესე იგი დაბადებიდან რომ მოდიხარ, ხო, იქ მშობლებია, იზრდები, 1000 რაღაცას გაივლი და მიდიხარ პირველი სატურნის, ასე ვთქვათ, დაბრუნების ეტაპამდე, ხო? პირველი სატურნის დაბრუნება ეს ხდება 28-29 წელიწადში ერთხელ და საკმაოდ რთული პროცესი არის, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ხდება ადამიანის გაზრდა რეალურად. ამ ეტაპზე აცნობიერებ უკვე შენს პასუხისმგებლობებს, უკვე შეიძლება იმას, რომ ძველი სახლი და ძველი ადამიანები შენ აღარ გემსახურებიან და რაღაც ახალი შენ თვითონ უნდა შექმნა ახალი ცხოვრება, ახალი ადამიანები და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი გადის ჩვენს ნერვებზე და ფსიქიკაზე. ამის შემდეგაც ხო 29 წლის შემდეგ მე კიდე ცხოვრობს ადამიანი და რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ისე ვიწყება ცხოვრების ტრანსფორმაცია, რადიკალური შეცვლა და ასე შემდეგ. ანუ შეიძლება ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ გაიაროთ რაღაცა ტრანსფორმაცია სხვადასხვა ასაკში. მაგრამ მე გეუბნებით, რომ ახლა რა ასაკშიც უნდა იყოთ, იცოდეთ, ნიშნულობა არ აქვს თქვენ ახლა სატურნის დაბრუნება გაქვთ თუ რა ხდება, ვინც ახლა ამ გაშლას უსმენთ, იცოდეთ, რომ თქვენ ცხოვრებაში ძველი ეტაპი მოკვდა, მთავრდება უკვე დასასრულში ხართ და ამიტომ გაქვთ ეს ფსიქოლოგიური და ნერვული აშლილობა რაღაცნაირად და ემოციების ამოხეთქვა და ტირილი და შფოთვები და სიცოცხლე რო აღარ გინდათ და განადგურებულად როგორც ნებთ თავს, იმიტომ რომ ენერგეტიკულად ხვდებით, რომ ძველი ყველაფერი, რასაც იქამდე აშენებდით და ასე შემდეგ ის მთავრდება ახალ ეტაპზე თქვენი ცხოვრების, ეს მამაკაცი რაღაცნაირად გაგიწევთ მეგზურობას, ამიტომ ყოჩაღად იყავით და რაღაცნაირად თქვენს თავებს შემოუძახეთ, ქალებს დავემსგავსოთ, თვალები, წარბები, მიმიკები გავისწოროთ. ვაიმე ძალიან მეცნიება ხა. გავისწოროთ და მოვემზადოთ დეიტზე, რომ ეს კაცი, რომელიც ლივ სამყარო გამოგვიგზავნა საშველად, არ დავაფრთხოთ. კარგი. დავამატო ახლა რამე? კარგი, მოდი აბა, უბრალოდ ვნახოთ ჩვენ ეს საყვარელი მამაკაცი რეალურად რამდენად დაგვამშვიდებს, დაგვარწყნარებს და რამდენად გადაგვიყვანს იმ ახალ ჯადოსნურ მომავალში. პენტეკლების 10-იანი. პენტეკლების 10-იანი ეს არის პირდაპირ ოჯახის არკანი, ჩემო ძვირფასებო, ეს არის ბარაქა, სტაბილურობა, ფინანსები, სიუხვე, მატერიალური კეთილდღეობა, სიხარული, როცა ყველაფერი კარგად არის, როცა სიმშვიდე გაქვს და როცა არაფერზე არ დარდობ. როცა იცი, რომ ის შენი მეგობარია, ის შენი მეუღლეა, ის შენი შვილია და აი არ გაქვს პრობლემები, არ გრძნობა, ასე ვთქვათ, ღალატს, ხო? მოკლედ, პირდაპირ ოჯახის არკანი და ერთობის არკანი არის ეს. და არკანის შეყვარებულებით დავასრულებ ჩვენს გაშლას. ის, რაზეც მე ვისაუბრე მთელი ამ გაშლის განმავლობაში. აი ესე ჩემო ტკბილებო. პენტეკლების 10-იანი, ოჯახის არკანი და არკანის შეყვარებულები კი ხედავთ აქ გადაფსკვნილ და ჩაფსკვნილ წყვილს. აი ეს გელოდებათ მომავალში. ხო და აბა თქვენ იცით, ქორწილში დამპატიჟეთ. მოკლედ ეს იყო ჩვენი მეორე ვარიანტი, ჩემო ძვირფასებო. ბუნებრივია ხა მიხვდებოდა ყველა რომ ეს ვარიანტი არის იმათთვის, ვისაც ჯერ პარტნიორი არ ყავს, ამ ეტაპზე არ ყავს და ვინც ახლა დაოჯახებული და წყვილში მყოფი უყურებდა ამ გაშლას, კი მიხვდებოდა რომ თავიდანვე მიხვდებოდა რომ სხვა ვარიანტზე უნდა გადასულიყო. მოკლედ დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს, იმედი მაქვს რომ ისიამოვნეთ და ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო გაშლაც იყო ნამდვილად. მადლობა მეორე ვარიანტს და ეხლა გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. აბა მესამე ვარიანტს რა რჩევები აქვს ჩვენთვის? მესამე ვარიანტი თასების 10-იანი და არკანის სულელი. აბა რამე სიჯი აქვს დავაკონკრეტოთ.
კონკრეტულად რა მესიჯი აქვს ამ ეტაპზე სამყაროს მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. რა მესიჯი აქვს მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის სამყაროს? ეხლა უნდა დავაზუსტო. თასების 10-თან არკანი სულელი. ნიშნავს იმას, რომ ამ ურთიერთობაში უნდა გადაეშვას თავით, თუ ნიშნავს იმას, რომ უნდა ფრთხილად იყოს. უნდა გადაეშვას თავით და უნდა მიენდოს აი ამ პროცესს პირადი სიყვარულო ცხოვრებაში, თუ უნდა იყოს ფრთხილად. უნდა გადაეშვას. ნახეთ შემოძურფასებო, მესამე ვარიანტთან პირდაპირ მნიშვნელობით გვაქვს ესეთი მესიჯი. თქვენ ცხოვრებაში ვხედავ მეწყვილეს, სასიყვარულო პარტნიორს, რომელთანაც გელოდებათ სრულიად ახალი გზა, ჰარმონიული გზა და რჩევა არის ასეთი, რომ არც ერთ შემთხვევაში თქვენს შფოთვებს, დარდებს, შიშებს, უხილებს, რა როგორ იქნება, ასე იქნება, ისე იქნება, რაღაც საკუთარ თავთან შიდა ბრძოლებს, ადამიანებთან კონფლიქტებს და ასე შემდეგ არ უნდა მისცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ამ ყველაფერმა ზეგავლენა მოახდინოს თქვენს პირად ცხოვრებაზე ან თქვენს ემოციებზე, რომელი ემოციებიც რეალურად გჭირდებათ, რომ ჩადოთ ამ ურთიერთობაში. და სამყარო გირჩევთ, რომ მაქსიმალურად გადაერთეთ კონკრეტულად თქვენს თავზე, თქვენს საქმეებზე, თქვენს სამსახურზე და აი ამ პირად სასიყვარულო ურთიერთობაზე იყავით კონცენტრირებული, ანუ უარი არ თქვათ და რაღაცა თქვენს შიდა შიშებს, შფოთვებს და შიდა აი ქვეცნობიერში არსებულ დაბრკოლებებს, რომ აბა ეხა ეს როგორ ის როგორ და ასე შემდეგ და თქვენს გაურკვევლობას და რაღაცა კონფლიქტურ და დაძაბულ მდგომარეობას საკუთარ თავთან თუ სხვა ადამიანებთან მოკლედ არ მისცეთ იმის საშუალება, რომ ან დაგაეჭვონ ამ ადამიანთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობა, გავაგრძელო, არ გავაგრძელო, მინდა, არ მინდა და ასე შემდეგ. ან არ დააბლოკინოთ თავი მოკლედ ამ ყველაფერს რა. ეხლა რატო რომ განვავრცო, ხა რატო ამოვიდოდა ეს ყველაფერი, ხო? ამ მამაკაცთან დაკავშირებით, რომელიც თქვენი პარტნიორია, ანუ ანახლა, ან უახლოეს პერიოდში იქნება, სამყარო პირდაპირ გთხოვთ იმას, რომ მე შენ ეს ადამიანი გამოგიგზავნე, იმიტომ რომ ყველა ემოცია და ყველაფერი მასთან ერთად განიცადო, გადახტე უფსკრულში და მიენდო ამ ადამიანს, ანუ უნდა იყო მასთან ურთიერთობაში. მე ეს ადამიანი შენთვის გამოვგზავნე, ამას გეუბნება სამყარო და ამ დროს მე ვფიქრობ, რომ არის აქ რაღაც გარკვეული შიშები, შფოთვები, ბარიერები, შეიძლება იყოს ზოგადად მაგალითს ვამბობ, ხო, შეიძლება არაფერ შუაში არ იყოს ეს მაგალითი თქვენს კონკრეტულ ამბავთან, მაგრამ მე ზოგადად მაგალითს გეტყვით, ხო, აი რაღაც შესაძლო ვარიანტს. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში შეიძლება დარდი და შფოთვა იყოს იმაზე, რომ აი არ ვიცი, ხა მიამისი ოჯახი მიმიღებს, ან რა ვიცი, ჩემი მშობლები რა სიტყვიან, ან რა ვიცი, რა სიტყვის ხალხი, იმედი ამას აღარავინ აღარ ფიქრობს, ყველაზე მეტად ბძულს ეგ გამოთქმა რა სიტყვის ხალხი, მაგრამ ზოგადად. ან შეიძლება დარდი და შფოთვა იყოს იმაზე, რომ აქამდე ხო ვიყავი ურთიერთობაში მაგალითად, ხო? და ეხა კიდევ ცადო, იქნებ რაღაც ისიც უაზრობა იყოს და ამანაც გული მატკინოს და მოკლედ თუ რაიმე დაძაბულობაში ხართ, თუ შეიძლება გარშემო ადამიანებით გეუბნებიან, რომ აი მე ხა მაგასთან რა გინდა, ან რა ვიცი, ამისთანა გოგო ხარ, იმისთანა გოგო ხარ, ხა მაგასთან ურთიერთობაში რა გინდა და რა იყო სხვანაირი კაცები დაილია, ანუ ვიღაცები ხო გამოხტებიან ხოლმე, ვინც ამ მეორე ნახევრებს გვიწუნებენ რა და მოკლედ პირდაპირ მნიშვნელობით სამყარო გეუბნებათ, რომ არავის სიტყვებს და არც თქვენს შიდა შფოთვებს და რაღაცა ნეგატიურ ემოციებს და შიშებს არ მისცეთ იმისი უფლება, რომ ეს ადამიანი ხელიდან გაუშვათ. პირიქით, თუ რაიმე
დაბრკოლება ან რაღაცა არსებობს, მოკლედ ადექით და დაიწყეთ ამ ყველაფერზე მუშაობა და ნურაფრის შეგეშინდებათ, ბოლომდე მიაწექით, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ არის გამოგზავნილი უბრალოდ შემთხვევითი ურთიერთობისთვის, ეს ადამიანი გამოგზავნილი შემთხვევითი უგულისხმობ დროებითი რაღაცა. ეს ადამიანი გამოგზავნილი არის იმისთვის, რომ მასთან ერთად სრულიად ახლებური ცხოვრება დაიწყოთ. აი ახალი და ბედნიერი და ლაღი. ამიტომ გამოიყენეთ ის შანსი, რაც პირად ცხოვრებაში მოგეცემათ. რაღა დავამატო? მოდი აბა ამ დასტიდან დავამატებ ერთ არკანს, უბრალოდ აი ამ გაშლასთან დაკავშირებით კიდე რას გვეტყვის სამყარო. კიდე მაგას გვეუბნება, მეტი რა გავაკეთო. პენტაკლების თასების პაჟი. თასების პაჟი ეს არის სიყვარულის საწყისი, ფლირტი, რაღაცა ახალი თავგადასავალი. მოკლედ, მესიჯი არის ეს: შედი ურთიერთობაში. თასები არის ზოგადად სიყვარულის სტიქია და პაჟი ეს არის საწყისი. მოკლედ, მიეცი ამ ურთიერთობას საფუძველი ჩაუყარე. და ნახე, აქ გოგონა შამპანურს ისხამს და უნდა მივიდეს თავის მეწყვილეს მიუჭახუნოს ჭიქა, დალიონ, იცეკონ, იხარონ, იბედნიერონ და მოკლედ დატკბნენ ერთმანეთით. მიეცით თქვენს თავს ბედნიერების უფლება, მიეცით თქვენს თავს სიყვარულის უფლება და არაფრის და არავის დიდებით ამ ადამიანზე, ვისაც თქვენ სამყარო გამოგიგზავნით, უარი არ თქვათ. იმიტომ რომ თქვენი ბედნიერებისთვის გიგზავნით ამას სამყარო და აბა თქვენ იცით მაქსიმალურად გამოიყენეთ და მეორე ვარიანტიც არ იყოს, მესამე ვარიანტიც აბა თქვენ იცით ქორწილში დამპატიჟოთ. დიდი ალბათობით ქორწილები და ამბები მოგვიწევს მეორე და მესამე ვარიანტს განსაკუთრებით, ხო? ეს იყო ჩემო ძვირფასებო, რაც შევძელი ახლა. მე მგონი ძალიან საინტერესო გაშლა გამოგვივიდა, მე ვისიამოვნე ძალიან და მოკლედ როგორც ყოველთვის ლაიქები, კომენტარები და გამოწერები არხის და ყველაფერი არ დაგავიწყდეთ.